16 აპრილი 2026 წელი. ლევან ჯანგოლაძის საქმე. ბრალდების დასკვნითი სიტყვა. My name is Brian Greenspan. მე მქვია Brian Greenspan. ვარ ტორონტოდან, კანადიდან. უკვე 52 წელია, რაც კანადაში სისხლის სამართლის სასამართლო და სააპელაციო ადვოკატი ვარ. აქ ვიმყოფები, რათა დავაკვირდე ბრალდების მხარის მიერ დღეს წარმოდგენილ მასალებს. შაბათსაც აქ ვიქნები, რათა მოусმინო დაცვის მხარის დასკვნით სიტყვას ბატონი მიქაძის საქმეზე. როგორც თქვენთვის ცნობილია, ბატონი გიორგი მიქაძე კანადის მოქალაქეა. კანადას აქვს ინტერესი, რომ უზრუნველყოფილი იყოს პროცესის სამართლიანობა. ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ დავაკვირდეთ და შევინარჩუნოთ ჩვენი პოზიცია პროცესის სამართლიანად და დაბალანსებულად წარმართვის უზრუნველსაყოფად. The process is fair and a balanced process. დღეს მოვისმინეთ პროკურატურის დასკვნითი სიტყვა, რასაც ვამბობდით, ეს კიდევ ერთხელ გადასტურა. საქმეში არავითარი ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულება არ არის. დღეს პირველად მოვისმინეთ სხვათა შორის, რომ გიორგი და დავით მიქაძეების ორგანიზატორობა თურმე გამოიხატება იმაში, რომ ინფორმაციას აწვდიდნენ, ესე ვთქვათ, გარდაცვლილის გადაადგილების შესახებ. უბრალოდ ამის შესახებ საქმეში არანაირი მტკიცებულება არ არის. ერთადერთი, სადაც ეს წერი არ არის ანონიმური წყაროს მიერ დაწერილი პატაკი და მეორე Facebook-ის ანონიმური პოსტი. ხალა არც ერთ მტკიცებულებაში სრული პასუხისმგებლობით მაცხადებ აღნიშნული ქმედებები მიქაძეების საქმეში არც ერთი მოწმე ამას არ ამბობს. შესაბამისად, მთელი ეს საქმე დღევანდელი დაცვის სიტყვაც მთლიანად ძირითადი ნაწილი 2/3 ნაწილი მიეძღვნა მკვლელობის საკითხს, რაზეც განაჩენებია დამდგარი და არავის არ ხდის სადაოდ აღნიშნულს. ორგანიზებასთან მიმართებაში არავითარი მტკიცებულება, არავითარი დასკვნა დღეს წარმოდგენილი არ იქნა და ვერც იქნება, იმიტომ რომ ასეთ რამე ბუნებაში არ არსებობს. რაღაცნაირი ისეთი განცდა გამიშთა დღეს, რომ დღევანდელი ბრალდება იყო აბა ვინ იზამდა. ანუ არ აყავთ კონკრეტული ადამიანი და შესაბამისად 6-7-10 წლის წინანდელი შეხვედრების ან ვითომ დაპირისპირებების ფონზე დასკვნა გაკეთდა მათ პროკურატურამ, მეტი დაპირისპირებული არავინ არ იყო, ეს დაპირისპირებაც არ დასტურდება და აბა ვინ იზამდა სხვა არანაირი მტკიცებულება ამ საქმეში არ არსებობს. ბატონო, პატაკზე გკითხავთ, რომ მაინც ახსენეთ, ეს არის რომიკო გოგიაშვილის პატაკი დიდი ალბათობით, რომელსაც ეხება ბრალდება, ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება მისთვის არის ანონიმური წყარო ყავს მოშველიებული ამ პატაკში მის ავტორს, აი ამაზე უფრო მეტი რომ გკითხოთ, სამართლებრივად რატომ არ უნდა იყოს გათვალისწინებული ეს პატაკი, როგორც ნეიტრალური მტკიცებულება მაგალითად. მარტივად რო აგიხსნათ იურიდიულიდან უფრო გასაგებ ენაზე, დაცვას უნდა კონდეს შესაძლებლობა თანაბარ პირობებში შეამოწმოს ინფორმაციის მომწოდებელი პირი მისი მოწოდებული ინფორმაციის ნამდვილობა. ბატონი რომიკო გოგიაშვილი არ არის ეს პირი, ბატონი რომიკო გოგიაშვილი არის პირი, რომელიც ადასტურებს, რომ ვიღაცამ ეს თქვა, ჩვენ ვერ ვამოწმებთ, ეს ვიღაცა ვინ არის. ნამდვილად თქვა, მოიგონა, ჭორი თქვა, რამის საფუძველი ქონდა. შესაბამისად, როდესაც ანონიმურ წყაროს ასახელებ, გვაქვს ისეთი სიტუაცია, როცა დაცვას ერთმევა საშუალება მტკიცებულება შეამოწმოს. მით უმეტეს, როდესაც ეს ანონიმური მტკიცებულება არის საქმეში ერთადერთი რაღაც ხელჩასაწინი, რომელზეც შეიძლება ვინმემ განაჩენი დააყროს. ამიტომ შეუძლებლად მიმაჩნია მე ამაზე განაჩენის დადგენა და თუ ამაზე განაჩენი დადგება ისე, რომ ამ პატაკის გარშემო იქნება ყველაფერი აწყობილი, ეს ნიშნავს იმას, რომ ეს საქმე ბოლომდე ესე დარჩება სტრასბურგის სასამართლოს თვის, ესე ვთქვათ, განწირულია ეს საქმე, იმიტომ რომ ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით გამოტანილი განაჩენი ვერ იქნება სამართლიანი. ამდენი ხნის განმავლობაში კაი დიდი მოცულობით სიტყვა წარმოთქვა პატრონმა პროკურორმა, ახალი ჩვენ არაფერი არ მოგვისმენია. ანუ ისევ გრძელდება ეს საქმე მტკიცებულებების გარეშე, ძალიან კაი სათაური არ ყო ვიღაცამ და ძირითადად ისევ აპელირება იყო პოლიციელ რომიკო გოგიაშვილის პატაკზე, კიდევ სხვა პოლიციელის პატაკზე და ორ მოწმეზე, ეს არის მიხეილ ბერძენიშვილი და გოგა მორგოშია.
სხვა ახალი აქ ისევ არაფერი არ ყოფილა, ისევ იყო დატრიალებული ის ვიდეო ყადაღებული, რომელზეც ჩვენ ექსპერტიზა გვაქვს მოპოვებული და კიდევ ერთხელ გავაჟღერებთ ჩვენ სიტყვაში, რომ არ შეიძლება იმაზე პიროვნების იდენტიფიცირება, თუმცა რომ ყოფილიყო იქ ვინმე ამოცნობადი, საერთოდ არც საუბარი ისმის დაგეგმვასთან საერთოდ კავშირი არ აქვს და ყოველობიდან არის თვისა და რამდენიმე დღით ადრე მოპოვებული. ახალი არაფერი არ ყოფილა და სარწმუნოებასთან დაკავშირებით ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ კიდეც. ჯერ ეს ერთი რომ ხა სამართალდამცავის ჩვენება იმასთან დაკავშირებით რომ მას ანონიმურმა წყარო მიაწოდა ინფორმაცია, სადაც არანაირი მტკიცება არ არის წარმოქმნილი და უბრალოდ ანონიმური წყაროს საუბარი არის მასთან დაფიქსირებული ამ ჩვენებაში, არ წარმოადგენს მტკიცებულებას არც ირიბს, არც პირდაპირ თავისთავად და ამაზე განაჩენი ვერ დაეფუძნება ჩემის აზრით და ეს არ იქნება სამართლიანი თუ დაეფუძნება ჩვენ იმედი გვაქვს რომ ჩვენ გვაქვს მართლმსაჯულების იმედი სასამართლოში.